პოლიციამ გამაჩერა რა. ახლა გადავრჩებოდნენ ნეტა რა დავარღვიე. დიეტა რა დაარღვიე, მაგიტო ხარ გაგაჩერა. წვადი რო ჭამე გუშინ საღამოს. აი მე ჩუმათი ყავი ახლა. წითელზე ხარ გავიარე ნეტა. გამარჯობა, ოფიცერი კვირიკაშვილი, თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ეხლავე. აი ინებეთ რა დავარღვიე თუნებას მომცემთ რომ ვიკითხო. რა არა ქალბატონო, რაები. წითელზე ხო გაიარეთ თავიდან, ორმაგი ღერძულა ხო გადაკვეთეთ და ზოლიდან ზოლში გადასვლას ციმციმას არ თავდით. და კიდე ზებრაზე ყავდა წაღან დაპარკინგებული მანქანა უკან აფთიაქთან. გეტყვით ახლა რატო ვიყავით აფთიაქში? ჩემი შვილი ეს მიმყავს ექიმთან სასწრაფოდ რაღაცა გულის წასვლები დაჩემდა ბავშვს. გულის წასვლები მეთქი. ვაიმე, აი კიდე წაუვიდა. გული რანაირად წაუვიდა ქალბატონო, მაგ რაღაცას ჭამს, აი დააკვეთით, ღეჭავს კიდეც. აი კი არ დამირტყამს, ასე ვაფხიზლებ ხოლმე გული რომ ისდის, ხო? კარგით, დავბრუნდები ახლავე. ამერიდან დაბრძანდები ხოლმე უკან. წინ დაჭდომას ვეღარ ეღირსები შენ. აუ რა გინდა, მე რო რამე დამეშავებინა, შენ კი გაგაჩერებდა პოლიცია. აი ეს თქვენი საბუთები. რა ხდება აქ? ქალბატონო, ბავშვს რატო ურტყავთ? ვაიმე, კი არ ურტყავ, ზელატოსი გადაცდა ბავშვს. ამოისუნთქე? ხო, შენი ბრალია რო გადამცა, რო დამემუქრელა მის გავიკუტე. ხო, ბიბუ, ჩვენ ჩამოვედი სოფელში ალბათ 25-ის მერი. თეონას გოგომ როგორ მაჯობა ვირგები სოფელში რო ჩემს ეთრი ჩამოვიდა? რა უნდა? მაგის მასაყუდურება ხო დამყალა კიდე, კაცო. ავდგები და გავუგზავნი ომარიკოს ახლა და იქ იქნება. მე მარტო არსად არ წავალ. ვზებებო სულ სამომხდით, იქ ნაკვეთებში და ნახევში სიარულით. ერთი წამი გაჩუმდით. ხო, კაი, მიგანახე მე თეონას გოგოს ნომერი და დაურეკავ დევილაპარაკები. ქართულად მიგანახე, სოროკ ჩიტირი რა არის? ანასტასია, რას აპირებ, შენ მოგცემენ შვებულება, ასე რომ წავსულიყავით სოფელში. წესით კი 25-ის მერე, ეხლა ნინია გასული შვებულებაში, ნოვატორში ხო რაღაც რეგისტრაციები მიდის და მაგას არ ყვევდა, უნდა რომ დარეგისტრირდეს მანდ და მერე მიავიღებ. ძერ სკოლიდან რო ვისვენებ, ესე იგი მით შვებულება მომცეს? არ დადეგები ქვია მაგას. და ძალიან მოდუნდი შენ, გორაო მთელი დღე დივანზე და ალალი იქნება შენზე სოფელი, მოგატოროს ეთებებია შენმა ყველაფერი. ხო, მე შეიძლება ვერ მოვახერხო სოფელში წამოსვლა, არა უშავს თქვენ წადით. კი, მაგ ჭკუაზე ვარ თუ სახში დაგტოვოთ ერთი კვირა, მარტო. ან ხანძარი გაჩნდება თუ სახლი დაინგრევა მთლიანად. აუ რა გინდა გეგონება პირველად რჩები მარტო. დედა რო წავა ხოლმე და ჩემ თავს გიწოვებს, შენს გადიხარ და მარტო მწოვებ ხოლმე მაინც სულ, რა აზრი აქვს? მოდი ხე არ გვინდა მთის განხილვა. კიდე ბებური გავს. გისმენ? რა თუნეს გოგოს დაურეკ, როდის მოვასწრებდი? გისაყვედურებენ არა ის? რა გადიდებს? გავგეშტები ახლა. დედა როგორ გრილა აფთიაქში, უკაცრავად დღეს ფასდაკლების დღე ხო არის. ხო. აი ეს მეორე წამალი მინდა, ვერინესტრი წერია, ხო? მაჩვენეთ ქალბატონო. ხო, ვერინესტრი კი არა, ვაგოსტაბილი წერია. ერთი ფირფიტა. უი, მისი წერენ ეს ექიმები ვერ გაარჩევ ადამიანი, ხო? კი ვერ ვკითხულობ. ეგრე, ხო. მეც ერთხელ ამერია მაგათი დაწერილი და რაღაცა დიარეის წამალი მიიყიდია. ბოდიშით და ტუალიდან ვერ გამოვიყანე, ბავშვი 2 დღე დაღამე. 27 და 80 ერის ქალბატონო თქვენი ფასდაკლებით. დიახ. აი ნებეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. კარგად. ცოტა ჯანმრთელობა ისეთი წამლები წაიღო. გისმენთ თქვენ. გამარჯობა, მეც ისე ბლომად მინდა წამლები სახლის მარაგისთვის. ხო, ესე იგი ნახშირი მინდა 3 ცალი. ხო. და კიდე რა მინდოდა? მიხსირების წამლები აქეთ არის ქალბატონო. არა გამახსენდა, გაბტოპრელი მინდა. ოღონდ 200-იანი იყოს ეგ ერთი ფირფიტა და კეტანოლი მინდა კიდევ. ვაიმე, ჩვენს ქსელში კეტანოლი არ არის, გვაქვს შემცვლელები ერთი წუთით, ხო, კეტანოვი, ზეტანოლი და პედაგოვი. რა ვიცი ახლა, კაი არ ვითომ ეს შემცვლელი. მოდი ეგ არ გვინდა, ერთი ცალი იოდი მომეცით და ერთი ცალი ფიზიოლოგიური. აქციების პერიოდში ნაყიდი ახლა გამომელია გუშინ, ხო. სულ ისაა? კი ბატონო, ბარათი გავატარო თქვენი თუ შეიძლება.
ესე იგი 11 და 70 გამოდის 12 და 25-ის ნაცვლად. გამოგიტანთ ეხლავე. კი ბატონო. მაგარ ფასტაკლებაში მოვყევი რა. რა შამპუნი, ფასტანავლენი. დაიმე უკაცრავად ერთი ცალი 0 გრიპიც მინდა კიდე კაი რო გამახსენდა. დაიმე ჩვენს ქსელში კი არ არის 0 გრიპი, შემცვლელი გვაქვს, ტოლტრიპი და ვოლსტრიტი. ვოლსტრიპი. რა ვიცი, იყოს ეგ მეორე ტოლტრიპი. ხო ანასტასია. მაკარონი აღარ აგვაქვს, მაგრამ შემცვლელი გვაქვს ვერმიშელი. ხო, ამოვალ და გავაკეთეთ მე თვითონ. და ვერიკოს უთქვამ შენი ქმნისთვის რომ მეწი ყურადღება მიგექცია, საყვარელს არ გაიჩენდაო. დედა, სვეიკრი. თუ როგორ არის გოგო ეგ? Slay Queen. ხო, Slay Queen. ამათი რაღაცა არა ვიცი. მაგის გამო დაჭამეს ერთმანეთი, რომ გამოვედი სადარბაზოში სუთმები აყარა, ეს ეყავდათ ერთმანეთი დაპუტული. კაი გოგო, ინტელექტოები განათლება კიდე 0. გაჩერდი ახლა რა, ჩემი შვილები რა ვიცი, აგერ ერთი უნივერსიტეტში, მეორე მოსწავლეა, ნოვატორში სწავლობდა და ახლა ისეთ ხალხში იყო, დაფრინავენ ეგენი პროგრამირებებში და მარკეტინგებში. აუ ვერიკო ძალიან მაგარი ქალია. თეკლე რო სწორდა შაშა ნოვატორში მაგას შეშურდა და წელს თავი შვილი ჩაწერა მან. ეხლა ხო ნოვატორში რაღაც რეგისტრაციებია. თეკლა მოწონდა სარძლოთაც. დიდი ამბავი ახლა. ისევ შენც რომ მოეწონო ძლად ვიღაცას არ იქნება ცუდი. რა სარძლოთ? ეგ ხამაკლია გაუნათლებელი და უკარიერო გავთხოვდი. ვერ ხედავ როგორი დროა, ყველა გოგოს უნდა ქონდეს თავის საქმე და განათლება. ეგ კი მართალია, მე ძალიან ადრე გავთხოვდი და ვერ ვისწავლი ინსტიტუტში. მე ბავშვი როდის ეს წამოიზარდა და მუშაობითაც არ მიმუშავია. ხო, არა კაცო, ადრე გათხოვება არა, ვიხუმრე ახლა. თან ანასტასიას შეყვარებულიც არ აყავს. ხო არა. ყავდე და გარდაიცვალა თუ გახსოვს. ამიტომ ჯერ ჰილინგის პროცესში უნდა გავიარო, ხო გესმის? მესმის კაცო რას ამბობ ახლა? ხო, ჰილინგი. როგორ მახსოვს რამდენი მცდელობა იყო და ბოლოს complicated relationship-ი გქონდა. რა გქონდათ? შენ ინგამ რა ფოტო დამიპოსტა ნახით? სკრინავ შენ ფოტოებს და პირდაპირდებს Facebook-ზე. ზემოთ აწერია საათი, Wi-Fi-ის ნიშანი და ბატარეა. აუ რა მიახალდი თქვი ძალიან გთხოვ რა დედჩემ ისტორი ხო ნახეთ გუშინ. ჩვენი მე-7 კლასის ვარძის ექსკურსიის სურათი რედაქტორ რას გავდით. აუ მაგ ფოტოში ყველაზე მაგარი ცით რა იყო? გიორგი წიგნაძე და უქრაშვილი რო გამოქვაბულიდან იყურებიან, მაშინ ეთხობა და რა პირველყოფილიც იყო. აუ მაგაზე მე თავის დროზე ვაყარდავი, რა რეძო და ზინასავით იყურებდი გამოქვაბულიდან მეთქი. თუ რა ქვიეთ მაგათ? ზეზვა და მზია. ინგა ტელეფონი გაგდასატენი იცი? სედენა წაშალი ხლეკ ფოტო რო დაპოსტი. იმიტომ რომ ერთ წამზე საათი მაწერია და მეორეზე ბატარიის პროცენტი. აუ ვიცი და ჩემს შეგეთი ფოტო დავუპოსტო, ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ექნება. დაახლოებით იგივე რაც მაშინ ქონდა ისტორიაში როზდაური ქულა იღე ეროვნულზე. აუ ხო, მაშინ ძალიან გაგიშდა, რაც კი ჭიქები ქონდა სახში სუდალეცა. იგიც მახსოვს, მეორე დღეს თებშებით ავსვავდით ცივყავას. აი ხო ყველაფერი გაგები, მაგრამ დედაჩემს ეგეთი რეაქცია არასოდეს არაფერზე ქონია. აი მართლა. Queen of Lies. რასაჭიროა ტყული ვერ ხვდები. სიგარეტს ვეწეოდი დეგამბავი დედაშენ მეპილაციის ქალისგან გაიგო არ გახსოვს? ქალბატონო თქვენ შვილს გაყუთლებული ულაშები აქვს რო უთხრა. აუ მე მეგონი ეგ ისტორია აღარ გახსოვდა. 15 წელს ვიყავი მაშინ. თმებიც მაგ დროს შევიჭერი, გახსოვთ, კარე რომ მქონდა. თმა კი არ შეიჭერი, თმა შეგრჩა. დედაშენ მორ სიგარეტის ამბავზე გითხრა, რა თმა შეგრჩა თავზე იმას და არ ქვი კარე. აუ კარეზე გამახსენდა. მამარდაშვილი რა მეკარეა? აუ ხო ეხლა შევხვდა მაგის ვიდეო. ეს რა არის? ინგამ კიდე ფოტო დამიპოსტა. ერთი წლის რო ვარ და ტაშში რომ აბანავებინ. ძე ვასოსთან ვარ 5 ჯერ ნუ მირეკავ. რამდენხანში წამოხვალ? არ ვიცი, ეხლა მივედით მედალიზე. ბავშვებო, აბა რა შეჭამთ გაგიმასპინძლეთ? კარტოფილი შეგვიწვიდე, სამივეს გვიყვარს და მაგას შევჭამთ. ბევრი კარტოფილი ჭამა კუჭი შეკვრას იწევს, დედაჩემმა ასე მითხრა. მე მგონი დედაშენ სეზარებოდა შენთვის რო კარტოფილი შეეწოდა, მაგიტო გითხრა მასე. დედაჩემი მაგარ კარტოფილს ყავს, სუდაბრაწულებია ხოლმე და კიდე წემალი გააკეთა გუშინ. ამას არაფერი აინტერესებს, მარტო ჭამა. ბავშვებო, თქვი რა გაინტერესებთ, ეს რით დავაინტერესო? მე ხატვა მაინტერესებს. დედაჩემს კიდე არ დავყავარ, ამიტომ ხოლმე ინტერესით შემოვიფარგლები. ამას ეგეც არ აინტერესებს, მარტო ჭამა, ტელეფონი ესო. არც ამას და არც თავისდას, ნუ ეხლა ის 22 წლის არის. მაგრამ დედა შეგეძლიათ რომ ნოვატორის საიტი ნახოთ, მანდ არის ბევრი კარგი რაღაცა. მეც ვისწავლი და ძალიან მომეწონა. რეგისტრაციები დაწყებულია უკვე. ზაფხულში მაინც დამასვენეთ. ძალიან ხშირია შეგვიწვი.
ვასომი დისპაზლი მოიტანი ავაწყოთ. ხო. ომარიკო მან ხართ ისე? ვაფასად ვიქნები? ტონი შეცვალე შენ. ვარ მოდივარ ჯერ. არ მაინტერესებს მალეცა. ტვინი გამიბურღა დედაჩემ. ხო. ისუთიშავ შენ ტელეფონს ვერ გავიგე. რა გინდა? წამოხვალ მალე ვარ დააღამოთ მაგ. აი. ასეთი პაზლი აქვს ჩემ ბიძაშვილს. ოღონდ იმას 300 ფიგურა ქონდა, 4 საათი ჩავაწყეთ, მაგრამ მე მიწეს რა მოხდა და სულ დაგვეშალა. აუ, ვასო წყალი სადავლიო, უკეთ ცხუში აქთითი. სამზარეულოში ხდა დედაჩემს უთხარი იქ იქნება. არა დედა წყალი მინდა. რამე მითხარი შვილო? არაფერი. ომარიკო კურიერი უნდა მოვიდეს და ყურადღებით იყავი კარებზე. რა გამოიძახ ხინგა ბურგერი? რა კურიერს ელოდები? რა ბურგერი კაცობი, ომარიკოსთვის გამოვიძახე სასაფლაოს აკითხავი ციგნები. უნდა მომიტანო. თი სოფელში რო წავალ შეიძლება იქაც წამოვიღო ეგ ციგნები? მოიცოდეთ პარალელურ სამყაროში გავიღვიძი? როდი შეგიყვარდა შენ ციგნებით ეკითხვა? მე უკვე ჭამსოიერი წავიკითხე და პეპე გძელი წინდა. შენ ბანძირო ხარ არაფერს არ კითხულობ. მოდივარ. ბანძი მიწოდა? როგორც ჩანს ვიღაცას ხალი ჩაზეთრება მოინადრა. აბა ეხლა. იმის არ იყოს იმ დროს რომ გადამალე ბავშვი. იმდენი ვეძებე და საწყალი საწოლის ქვეშ იყო გაკოჭილი. ძე შეხედე მოვიდა ორივე ციგნი კურიერმა მითხრა რომ კაი ბიჭი ხარ რო კითხულობ. ხო, ნუ ახლა ომარიკო შეგატყო შუბზე მკითხველი რო ხარ. ანუ უბრალოდ იმით მივხვდი რომ ციგნები მოუდანა. თვითონ. მაჩვენია ერთი რა მოგიტანეს. დედა. ой, რამდენი მოთხრობები ყოფილა შიგნით. ქარჩხაზის გამომცემლობის ახალი ციგნებია ესენი, ხო იცი, ფასდაკლება იყო, ორივეში გადავიხადე რამდენი? 20 ლარი, ხო, ფასდაკლებით. ძე შეხედე რა წერია ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია. და მეორეს მსოფლიო საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია. დი ანთოლოგია რა არის? ანთოლოგია არის ომარიკო, აი რაღაცა ერთად როა თავმოყრილი ეს ისინი, რა ქვია, რაღაცა ერთგვარი კრებული. და კრებული რა არის? აი მე ცოტა ხანი დამასვენე ომარიკო, რა მე ვკითხულობ რაღაც ესეთი დაძაბული მომენტია ციგნში. აუ ომარიკო შეგიძლია რომ წყალი მომიტანო? წყალი თუ არის ციგნი რა არის? ერთგვარი სითხე რომელიც ონკანიდან მოედინება. ძე მას ლოკინებს. რატო ომარიკო? ვიდი დალია წყალი და გიშველის. ოთხი ჭიქა წყალი დავლია და არ მიშველა. იგი უნდა ლოკინო იხლა? აბა რა უკნა. მიდი აბა დალია კიდე ერთი ჭიქა. ანასტასია მომისმინა რომ 100 ლოკინებს ადამიანს რაღაცაზე ყურადღება უნდა გადაატანინო. მირეს გადავატანინო ყურადღება ახლა. ნოატორში რეგისტრაცია დაიწყო, მაგაზე რო ვიბაზრო გრაფიკულ დიზაინზე და ეკითებზე. არა, ნოვატორი კი არა, უნდა მოატყუო რაღაცა, რომ ყურადღება გადაიტანოს ადამიანი. დავლია და გამიარა მე მგონი. ფუშე. მომისმინე შენ, მე რაღაცა გავიგე ბავშვებზე, ეზოში რო თამაშობთ ხოლმე. ძასი ამბობ. იმას თუ გულისხმობ, ნუცამ რომ მოხლები გადაიწყავა, მე არ მიკრია ხელი თვითონ წაიქცა. არა, ეგ არა კაცო. ასე მომიტანა ჩიტმა ამბავი, რომ კატა დაუჭერიათ ბავშვებსო. ომარიკოც იყო და უწვალებიათო. არა იქ მართალი. როგორ არა, რატო იტყუები ახლა? ხო იცი რომ დარგში და ტელეფონით გადაუღიათ კიდე ფოტოები ნაწვალებ კატაზეო. გამოიტანე მიდი ახლა შენი ტელეფონი. როგორ შემეწოდა ახლა ასე რომ აბრალებ ტყუილად. კაი ხო, მართლა დავიჭირეთ კატა, მაგრამ მე არ მიწვალებია, სხვებმა აწვალეს და სახლი დაუნგრიეს. გონი ჯობდა ნოვატორზე გვეთქვა და არა კატაზე. მიეხმარე მიდი ხო? თია რა ვახარ? გოგო კატის ბუნაკს ვაშენებინებ ბავშვებს დაუმტრევიათ გუშინ და დააჭერე მიდი ომარიკო ეხლა ილურსმანი. თიჩი ჩავერწყე. ღირსი ხარ. ომარიკო ცხოვრებით კმაყოფილი ხარ? რა ვიცი, დედა რო ფულს მაძლევს ხოლმე იმ დღეებში კი და დანარჩენებში ისე რა. შენ კმაყოფილი ხარ? შეხედება სახეზე რა იტყობა მაგას მოყოფილების.
დამაცადი კაცო ფიქრებში წავედი ერთი. იმას ვიხსენებდი ახლა ცხონებული ბაბუაჩემი რამდენი წლის იყო რომ გარდაიცვალა მეთქი და 47-ის იყო, ხო და ბაბუაჩემი 47-ის გარდაიცვალა. ცხონებული მამაჩემი 47-ის გარდაიცვალა და რა ვიცი იმის შემეშინდა ახლა მაგათაც არ გავუდგენეც მეთქი. ჩვენ ქვეყანაში ისეთი ფიქრება 47-ით ძალიან ბევრია მე მგონი, მაგრამ ევროპის ქვეყნებს შეხედო იქ ბევრად მაღალია ბედნიერების ინდექსი, რომლის შემადგენელი ნაწილი სხვადასხვა ჯანსაღი ცოცხლის ხანგრძლივობა. ანუ ევროპაში უფრო დიდ ხანს ცოცხლობს ხალხი? და ევროპაში რო წავიდეთ, იქ უფრო გვიან მოუკვდებით? აუ ის ბავშვი თავისი დასკვნებით. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრების უკეთესი პირობებია. მაგითო ცხოვრობს ის ხალხი ბედნიერად და დიდ ხანს. კიდე იცი რას დააკვირდნენ ინგა? აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც 2004 წლიდან შეუერთდნენ ევროკავშირსო, ცხოვრებით მოყოლების ინდექსი გაიზარდა 68%-დან 99-მდე. აზრი ხარ? მაგიტო აიშრომებენ ევროპელები და უფასდებათ, მაშინაც და მერეც სიბერეში. რამდენჯერ დაგინახავთ ხოლმე ეს ევროპელებია ბაბუები, ხელი ხეჭაკიტებულები რო დადიან თბილისის ქუჩებში. აბა საწყალებებია თქვენი 64 წლის ხდება ქალი და ხვაკიც ვერ გაცდა. ამის ჭკუიდან შეიშალოს იქ მარტოობით. ხო აი ევროკავშირის წევრი ქვეყანა რო ვიყოთ, უფრო დიდი ყურადღება დაეთმობოდა მენტალურ ჯანმრთელობასაც. შარშან ევროკავშირმა მარტო ამის ხელშეწყობად გამოყო მილიარდ ევროზე მეტი. ბებოც აღარ შეიშლებოდა ჭკუიდან. ბებო რეკავს ზუსტად ჩვენ ტელეფონზე. ხო ბებო. კარგად შე როგორ ხარ? ბებო შენ მართლა ჭკუიდან შეიშალე? რა ვიცი დედამ და ანასტასიამ ასე თქვეს. ბებო გიგათიშა ინგა წყალი დაწყდა, მაგრამ კიდე კაი რო ბანაობა მოვასწარი. ვაიმე რა გაქვნა დასალევი წყალიც არ ამივსია, როდის მოვაკიდე კაცმა არ იცის დედა. შეუჭამე საჭმელი გემრიელი იყო. მოგეწონა. შეხედე როგორ დამიტოვა თებში. მიდი ახლა ეს პურით მოიწე. წყალი არერთან ვერ გავრეცხავ და გამოიყენებ მე მეორეთაც. აუ წყალი რომ მინდა ახლა რა გავაკეთო ვერ დავლევ? წყალი დაწყდა. მაგაზე კიდე წაღავნა გიფიქრა. რო ჩაგიშვა იმ გამეზოში და რო ტიროდი მთელი დილა. შეგეგროვებინა ცრემლები და გექნებოდა ახლა წყალი. აიმე რამე მოვიფიქროთ რა. თან კაცო ამ სიცხეში ადამიანს წყალი რო არ გექნება, სასიკვდილოდ ხარ განწირული და ეგ არის. ხუთიკ. აცე ქარ არის წყალი როგორ დაგაბანინო? ომარიკო თეკლამ ნოვატორში სწავლობდა რამე წყლის მომყვანი ტექნოლოგია რა სწავლისო? არაო. გოგო ნახე როგორ ნახტა რეგისტრაციები ისე ნოვატორში? ადგილები შეზღუდულიაო. წყლის მიწოდება შეზღუდული როათან. ვაიმე ერთი ბოთლი წყალი ვიპოვე ანასტასია ბუქოთემთან მედო თურმე ყვავილებს რო ვწყავ ხოლმე. გამოვიზოგოთ რა. ტუალეტი როგორ ჩავრეცხო? გააჩნია რისი ჩარეცხვა გინდა ახლა შე. სუნი. გამომართვა წაიღე ჩაასხმთლიანად. თეკლას კორპუსში არ ყოფილა წყალი. არ და პაიმანზე მიდიოდა დღეს. წუნდეს მაინც ჟოლობის ქუჩა დაიბანდა თავს. დედა მარკეტში რო ვერ ჩავალ ქვემოთ, ვის დამენახო ასეთ ფორმაში კაც. ვერც მიჩავალ სვედით მით. დავხოცილ ვარ ფაში მწყურვალები და ეთყოფილა. რა ხდება რა ტუატიდებ? მიდი იტირე კიდე რა. რა ვიცი როცა საჭირო არ არის მოაყებ ხოლმე პირს და მიდი. რა აღარ შეგიძლია ვერ გავიქე. ეხ ეს ვინმეს ეყოფა? გამაგებინეთ ვინმეს ეყოფა? მოვიტანოთ წაკა კიდე. ამ ზაფხულს რა უნდა ვქნათ? რა ვიცი ომარიკო ჯერ ვიქნებით ახლა თბილისში და მერე სოფელში წავალთ ბებოსთან. შენ და რო დაასრულებს გამოცდებს. თუ შენი და პირიქით არ დაასრულა გამოცდება, სრული კოშმარი მეწყება. და ლეონიძიასთან არ წავალ ზესტაფონში? ფეროს ქარხანასთან უნდა წაგიყვანო შენ პირდა. რა ვიცი, კი შეიძლება ისე ზესტაფონში წასვლაც. თათიაც იქ იქნება, მარია გერაბიტურიენტი ხდება, ხო, რაღაც მასწავლებლებს ეძებენ რომ მოამზადონ ბავშვი. იქ აბარებს რა ქვია, იურიდიულზე, ხო. ხო, მიურჩი სამოქალაქო ჩაბარი მეთქი ძალიან გამოგადგება. თან მაგარი მასწავლებელი გაუჩნდე ძალიან, სანდრო. სანდრო ვინ არის? სანდრო მე ვარ. თუ აბიტურიენტი ხარ და ეძებ სამოქალაქოს მასწავლებელს, შეგიძლია რომ ჩემთან ჩაეწერო მოსამზადებელ კურსზე. ინსტაგრამზე გელოდები. მე არ ვიცნობ. და შეიძლება რომ იცოდე ვიდეოებს იღებს ხოლმე. ეხლა დაპოსტე ინსტაგრამზე რომ მოსწავლეებს იღებს სამოქალაქოშიო. მიტე ეხლა ვაპარებდი. შედა ჩასაბარებელია კი ჩააბარე ჯერ. მომისმინო ომარიკო მიდი ქვემოთ ჩაერბინე მაღაზიაში, ნაყინები ამოიტანე, კაიცი ყავას გავაკეთებ. თუ ისე გუშინდელი ვით უნდა გააკეთე, როგორც ჩვენ უწოდებ, ცივი ყავა, მაშინ საერთოდ ნუ გააკეთებ. ცივი იყო მარტო იქ ყავა არა. რა გინდა გოგო რა დაუწუნა, ვერ გავიქი ისე გამაგრილა გუში. რადა ნაყინი აკლდა. 3 ჭიქა ყავა გააკეთე, ეს ჭიქის ნაყინი და არ იყო. იცი როგორ იგი მქონდა? ყავის დალევას რო დაამთავრებ, რაც რჩება ჭიქაში. იმაში რო წყალი გამოვლო და დალიო. რა არის ახლა ვითომ რატო არ მოგეწონათ? არაფრის გიმორა აქ. წამოდი ომარიკო. რა არის მართლა რა გავაკეთე?
ამ თევზს არ შევჭამე, თვალები აქვს გახელილი. ამისი პრეტენზიები რა. თვალდახურული თევზი საიდან მოგიყვანო ახლა, ვერ გავიგე. აუ რა არის, რა ნირი მოგ. მეორადებში იყიდე? ესე იგი რა. ესეთი რაღაცა უნდა თქვა საჭმელზე, როგორ შეიძლება? გუშინ წინ ცალცილკმენანი ბანანები რომ მოიტანა, იმაზე რომ თქვი ამას თავმოყარე მაიმუნიც არ შეჭამსო. დედაბო, ეგ ისეთი მკვახე ბანანი იყო, ხორცისდანი დამჭერი რო არ ეკბიჭებოდა. მოკლედ ეს თევზი არ იჭმევა. რამე სხვა მოსაფიქრებელი რომ მშვიდობი დავჭებით დღეს. და ეს თევზი ჩვენით მიყურებს. I'm just a friend. თქვენი ხუმრეთ და ისეთი კარგია თევზი მხედველობისთვის, გატენილია A ვიტამინით. თევზებს კაი მხედველობა რო აქვს, იმიტომ აქვს გახელილი თვალები? ხო, და შეხედე ამ თევზს აქვს ცისფერი თვალები. ალბათ თავისუფლად სიმპათიურიც იქნებოდა. როგორ უნდა მივხვდე, თევზი მტკვარელია თუ არა? რა მტკვარელი ბიჭო? ანუ მტკვარში დაიჭირეს თუ სხვაგან? არ ვიცი ახლა მაგას ეგრე ვერ გაიგებ. დედაბო, ესამდენი თევზი თქვენ თუ არ ჭამთ და მე უნდა შევჭამო, გამომივა ლაყუჩები და ეგ იქნება. ხო, ანუ უკეთეს შემთხვევაში ქალთევზად გადაიქცევი. ავლებაში რო გადიხარ ხოლმე ჩახტები მტკვარში და გაყვები. ბენზინის ფული ზოგება მაგ დროს ძალიან მაგრა. ზუსტად ეგრე იყო ჩემი კლასელი სალომე ფურცელაძის დედა. მტკვარში გადაიქცა ქალთევზად და სალომე ამბობს ხოლმე. ნუ ეხლა ეგ ნაწილობრივ არაა მართალი. ხა მტკვარი ხო, მაგრამ თავი მოიგლა მაგ.